სოციალ-დემოკრატების საქართველოს განვითარებისთვის პარტიის ლიდერი სამცხე ჯავახიძეს უმრა გია ჟორჟოლიანმა რეგიონში პარტია ოფიციალურად დააფუძნა, რომელსაც გიორგი გოგოლაური ხელმძღვანელებს. ლიდერი ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაესაუბრა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა. გია ჟორჟოლიანმა მოსახლეობასთან შეხვედრები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისიდან დაიწყო, შემდეგ კი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმენში გადაინაცვლა. იყო შეხვედრა ძალიან ისეთი სასარგებლო, შეგვიდეს ბევრ რამეს დავგვირდეს. ძირითადი პრობლემა გვაქვს ახალგაზრდების უსაქმრობა, ანუ დასაქმება უნდა მოხდეს. გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა სოფელში და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ კარგ რაღაცას დავგვირდე. სოფლის მეურნეობაში ახლა არის ძირითადად წამყვანი მესაქონლეობა ჩვენ რაიონში. ამ მიზნით ესე იგი საძოვრები არ გააჩნია და მიწები რომელიც გააჩნია, ესე იგი შეზღუდული არის რა მოსახლეობას დაუმუშავებელი აქვს. სოფლის ძირითადი ის არის მეხანიზაცია არ აქვს. სოფლის მეურნეობაში ვერ ასაქმებენ ხალხს, რომ ეს მიწები მოხდეს დამუშავება მისი. აბასთუმნის შემდეგ სოციალ-დემოკრატების ლიდერი ადიგენის მაცხოვრებლებს შეხვდა. მოსახლეობამ გია ჟორჟოლიანს მუნიციპალიტეტის პრობლემები გააცნო. მათი თქმით, ადიგენი მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მოულელია. ვინმე რამეს მოგეხმარება? ვერავინ. იმიტომ რომ არასწორობაა. ამ ადიგენში არაფერი ყოფილა მართალი და სწორი და ახლა უნდა იყოს. ხიდი რო ხიდია 50 წელიწადია, 60 წელიწადია ხიდი არ ღირსებია რუსთაველის ქუჩას. ხან ფეხს იტეხავენ, ხან რა ვიცი, მოხუცები ვერ გადადიან, ახალგაზრდები ვერ გადადიან, წყალია, მდინარია და ხიდი ვერ გააკეთეს. სოციალ-დემოკრატების ლიდერის რეგიონში ვიზიტი ახალციხეში დასრულდა. ბოლო შეხვედრა გია ჟორჟოლიანმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა. ჩვენი ამოცანა იყო მოსახლეობას გავსაუბრებოდით და ვითარებას ადგილზე გავცნობოდით, განაცხადა ეკოსთან საუბრისას პარტიის ლიდერმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა. მისივე თქმით, რეგიონში დასახელებული ყველა პრობლემა მთელი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი. ნომერი პირველი პრობლემა ეს არის საწარმოების პრობლემა. თავარი საკითხი ამავე დროს არის ის, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ გაჩენილი იმედი ხალხში, რომ მათ შეუძლიათ რაღაცის გაკეთება. 1 ოქტომბრამდე ძალიან ცოტას თუ ეგონა, რომ შესაძლებელი იყო ასეთი ცვლილებების განხორციელება. პარტიის ლიდერი ოფისების გახსნას რეგიონის თითოეულ ქალაქში გეგმავს. გია ჟორჟოლიანის თქმით, სოციალ-დემოკრატები 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადებას აქედანვე შეუდგება. ისინი სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის აქტიურ მხარდაჭერას ელოდებიან.